დედაჩემი მეუბნება ბაბუაჩემს და მე გქონდა ერთი სიყვარული ცხოველების, მაგრამ ბაბუაჩემი სადმე თუ წავიდა და არ არსებობდა თურმე კატით და ძაღლით სახში არ დაბრუნებულიყო. მე ბავშვობიდან მიყვარს ცხოველები ვგიჟდები. პირველი ჩემი ძაღლი, რომელიც მახსოვს კარგად, მეტისი იყო შავი რექსა ერქვა. მე ურეკში ვისვენებდი ბავშვობაში და მაჩუქეს დობერმანი. და გარდამეცვალა ზედმეტი მოვლისგან არ ვიცი როგორ ხდებოდა, რამოდენიმე ძაღლი გარდამეცვალა. მე დიდი პაუზა იყო და 10 წლის წინ მეგობრებმა მაჩუქეს ეს პატარა, იმიტომ რომ ძალიან პატარა სახში ცხოვრობდი და ფიზიკურად ვერ დაეტეოდა სხვა და მე ისე მოხდა რომ ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე დედაჩემს ყავდა წლებია რა, დედას ყავს და ოჯახის ძაღლი, ანუ 10 წელია ჩვენი ოჯახის მეგობარია, ყველას ძალიან გვიყვარს, ძალიან ჭკვიანია. TikToker-ებს გონიათ რომ მე შენ გსჯი და გეჩხუბები. თავი დაუქნიე რომ ძალიან გიყვარვარ და მიყვარხარ. არ ლაპარაკობს დანარჩენი ყველაფერი. ესმის ჩვეულებრივად მოდი, დაჯექი, წადი. იცის როგორ უნდა მოიქცეს ყველგან. არის ზოგჯერ ცუდ ხასიათზე რა და მოვა დაინახავს რომ ცუდ ხასიათზე წავა თავის საწოლზე დაწვება. როგორც კი შემატყობს რომ მე ხასიათზე მოვედი რაღაც კარგზე, ეს მოდის და ეგრევე მეთამაშება. ძალიან კეთილი გოგოა. რა მოხდა? ცუდ ხასიათზე ხარ? გიყვარვარ მე? მოდი. ფოტოშოპის თავის კარიერა აქვს საკმაოდ წარმატებული, სპექტაკლში აქვს მონაწილეობა მიღებული, რეკლამაშია გადაღებული და რა ვიცი, კარგი გოგოა. ბევრზე კარგი კარიერა აქვს. არ ვიცი, რატომღაც დავარქვი, აღარ მახსოვს რიჩი თუ ჩიჩი თუ რაღაც და აი სახლში რომ მივედი და დავსვი არა ეს ტოია მეთქი და ტოი დაუძახე და всё. იმის მერე გახდა ტოი. არც მახსოვს რა ქვია სინამდვილეში საბუთში არც ვიცი. ბიბია, ანუ დედაჩემი უგზავნის ამ რაღაცა რო გავდის რო გოგოა, ანუ ყველას ბიჭი გონია, არ ვიცი რატო და რაღაც აქსესუარს რო კეთებთ ხოლმე რომ მიხვდნენ რომ გოგოა რა. ამას ქონდა სერიოზული პრობლემათ მისცვენის, ანუ დახურულ გარდერობში პოულობდი ამისთან. წარმოვიდგინე, ან ეს უნდა ყოფილიყო სახში, ან აღარავი. რა ვიტამინები არ ვხედეთ გამოწერით, მიმოწერით რაღაცები და არაფერმა არ უშველა. მე ერთ ჩემი მეგობარი მიგზავნის, რომ ზუსტად იგივე მდგომარეობა მქონდაო ფრანგულ ბულდოგზეო და აი დავისვენეო და მიგზავნის აი ამ კონკრეტულ ვიტამინს. რა, აი ამ კონკრეტულ ვიტამინის ფოტოს მიგზავნის. აღმოჩნდა რომ მხოლოდ მალაიზიაში აჩვენებდა საიტზე და ნუ გამოწერითაც ვერ ვყიდულობდი და არსად არის ერჩებოდა და პროსტა ისე ჩავწერე და ამოვაგდო სმარტ-ხეთი. თან სახლის გვერდზე. მივედი, გავაკეთეთ პირველი კურსი და ეხლა თავარს გეტყვით. სეზონურ პერიოდში და დამავალ პერიოდებში ცვენა რო ეწყება, ვიწყებ ამ კურსს და всё, რაღაც პერიოდი 2-3 კვირაც ვიო, მე დასვენებული ვარ ჩვეულებრივად რა. ძალიან მაგარი რამეა. ანუ ვისაც ურჩიე, ყველა მირეკავს და მართლა რა მაგარი რაღაც არის. არ ვიცი, ვინც უნდა რეკლამაში ჩათვალოს, მაგრამ პროდუქტი რომელმაც ძალიან უშველა ამ ცუკას. Natural Protection-ზე ვართ, მე-4 წელია და რა ვიცი, აი მაინც ასაკში რო არის, ჭირდება განსაკუთრებულად მოვლა, იმიტომ რომ სულ მეფიქრება იმაზე, რომ აი დიდია უკვე და რაღაცა ვცდილობ, რომ მაქსიმალურად ეკოლოგიურად დაცული საკვები მიიღოს და რომ დიდხანს იყოს.